გიაც წავიდა სამსახურში. მამა ჩემი სამსახურში, ჩვენ სამსახურში. აი მეთქი. ხო და ჩაგიყვანთ მამა ჩემი არ მიდევით ხარ. მომდო ერეხა არ მიდევით ხარ თქოს დავილოცე. ჯერ ცოტა ადრეა. რაღაც ადრე გამოვეყარეთ მე და ჩემი გოგო და თან ეგისი ატარებს ხო იცით მე რა მემართება მანქანაში. ამიტომ მე და ჩემი წერტილი აგერ ვართ გამაგრებულები და აბრძანდა მამა. ვაი. არ ვიტეში მანქანაში. ახლა მაგას ავარებინებ გულსაბდილაუთელია. ხუთი უკლეკერა და არ ვახდება. რაღაცა დღეს ძალიან დააგვიანა მარშრუტკამ და ვერ გავიგე რა ხდება. ხოშიდობა გაკეთე ვერ გავიგე. მაგვიანებთ ბატონებო. ხელი თუ ატარე მარშრუტკაში ავიყვანეთ ვერ დაეძინა. ჰაი ხალხ. ხო და აგერ სამედიცინოს მეტრონდა ხელი თუ ატარე და უკვე მივხვდი რომ ფიზიკურად ენერგია აღარ მქონდა ხელში აყვანის. ხო და აი ეს ხოლმე ხო საერთოდ დამთრავ შემზეგრძელია. აი მე დედა ხელი არ გამიშუში რო არ წაიქცე სადმე გეძინება. ხო და მეთქი დედი კორამენაერად უნდა გაიღვიძო. უკვე შეეტყო ქალაქს რო დაიწყო სკოლები, ბაღები გადაჭედილია ტრანსპორტი. აი მეთქი ბავშვი არ გამიჭყლიტო. ძალიან ბევრი ხალხი მივხვდით იმის რომ დილაა, ჯერ ძალიან საკმაოდ დილაა. მაგარი ჭედვა გვაქვს თბილისში. უკაცრავად. როგორ ხართ? სარეცს ფენ ხალხო და ჯერ ხო გავიყინე. იმიტომ რომ აბაზაინდან გამოვარდი და ძალიან მიდოდა მეჩვენებინა. აი უცებ როგორ შეიძლება გაიკეთო რამე თავზე და თუნდაც გახვიდე გალი და დაშოკო ხალხი. რომ ვითომ ახალი ტრენდი გაქვს რაღაც ატაცებული. ეხა სიბნელეში ვარ და არ ვიცი როგორ ხედავთ, მაგრამ რომ მომენდუმებინა ამ ფოტოსესიისთვის, ან დოდონასთვის, ან რამისთვის, ასე ვერ გავიკეთებდი აი ამ რაღაცას. ანუ ვერც ხვდები რანაირად ავიკეთე, შევიკეთე რა, გავიკეთე, უცებ გამოვარდი, რომ სარეცხი დამეფინა ხო და როგორ მიხდება? დაიცოდეთ. დავფინოთ შვენი პენუარი. სივა თუ მეჩვენ. მე მომეცივა რაღაცა აგვიცივდო თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მაგაცგაცებს საღამოს თორეშუა დღეს არა. საღამოს ძალიან ცივა. არ ვიცი რა ხდება. სამთარი ხوار დაიწყო. შემთხვევით. დავფინე როგორც იქნა. როგორც იქნა. არა ბიჭოს. ესე იგი სამსახურიდან რომ მოვედი დღეს იყო ზუსტად 7 სახში შემოვედი. მარიკოს ხომ მთელი გზა ეძინა კიდე ცალკე ამბავი. ხო და ესე იგი გოგოებო სკროლვას შევყევი რაღაცა ჭვინი გამეთი შეტყვა ვისვენებდით. სკროლვას ბიჭო ამხედე სად 1 საათია ვზივართ. მოხდი ფეხს. ნუ რაც მინდოდა ხა ისინი კი გავაკეთე მაინც ჯერ ისეთი გვიანი არა რომ ვერ გავაკეთო, მაგრამ ჯერ საქმე ხალხო სკროლა ხო გადადრას გუშვება. ღვთიშას. ამ სილამაზის ჩვენება დამავიწყდა თქვენთვის. სასწაულის სუნი აქ ხალხო. დიდი მადლობა ლილიკოს მშობლებს ჩვენი მოსწავლის. დილა მშვიდობის. როგორ ახართ? მოდი გავიხედოთ ერთი გარეთ. ალბათ ხედავთ რო ყანყალებს იქ პუჭრობი დავდივარ. აუ სარეცხი დამისვლი. კიდე უცნობია.
გამშრალი სარეცხით ამისულდა. ხო ვიცით, მები არ მაქვს. გუში რო ვიბანავია, ესე გიჟივით დავწექი. მიტყობა. ეხტება. მე მზად ვარ თითქმის ათამაშების სწორებ, ჩემი ბავშვი მზად მყავს. ჩაცმულ დახურო გაწკუწკუწებული. ხო და აი ეს ახლა ხო დაბანილი თავით რო დაწვევით ეგრე, აი ნახეთ. ამას უყურეთ რა დღეში ვარ. აი ესე დაგრჩებათ. და გაითვალისწინეთ. ვცდილობ ავტვირთო ვიდეო, ალბათ, ანუ ეს ვიდეო როდესაც უკვე ჩათვალეთ ისეც ავტვირთულია, მაგრამ დღე ნახევარი რომ ვიდეოს ატვირთოს ეწვალები, რისთვის იხდის მამა ჩემი ინტერნეტის ფულს არ ვიცი. მართალს ამბობს ერთხელ გავბრაზდები და გავთიშავო, იმიტომ რომ მაგთის ინტერნეტო რა ხდება, რისთვის ვიხდით კიდევ 3 ლარით გაძვირებულს, რასაც ვიხდიდით. ჩვენ სად ვართ? ნიკო, სად ხარდე? სად ხარ? საერთოდ არ ვცივა. არ გცივა, ხარ გიცინებოდე? არ გიცინებ. გეძინებ ხო ყველას? თმები როგორ აქვს? მობრუნდი. დედა შებრუნდი. პლიუსდეთ ამ წამს მოსული, ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, ადამიანები, ვინც ყველაფერს ვგავართ საკუთარი თავის გარდა, გვიდევს ყავა. რატო და და ვერ გაუგია ყავა დალიოს თუ არ დალიოს. ალბათ გესმით ჩემი შვილის პრეტენზიები. ეს ეწყება, როცა მოდის ბაღიდან, უკვე გადამწვარი როა, არის აგრესიული. თაროები გამიკეთა კობა, მინდა მე გაჩვენოთ. თქო როგორც ისეთ ერთი კარტი. მარიკო საუბრობ, შეწყვიტე? შეწყვიტე დედა. ნუ მეჩხუბები. ერთი გარდირობი ხო გვაქვს. მაგრამ თუ გახსოვთ ადრე რო ვიყიდე, აი ნაჭრის რო არის, რომ დააწყო რაღაცა ვითომ რკინებით და იმებით, რო რაღაც, რავი, თუ ნახე ფოტო გაჩვენებთ, რასაც გეუბნები. ხლამი ხალხო არ იყიდოთ. ოდნავ სიმძიმესაც ხო ვერ უძლებს და გადაიღუნა, გადმოიღუნა, ხა თუ ცოტა რამეს ალაგებთ, კი ბატონო. იქ სადაც გვინდა რომ ტანსაცმელების სივრცე მოვაწყოთ, იქ გარდირობი კი გაკეთდება, მაგრამ ისე სივრცეს ვკარგავთ, იმ ხელა სივრცეს ვკარგავთ, რომ ფაქტობრივად ტანსაცმელები დაგვეტევა მინუს. ანუ გარდირობი წაიღებს უსაშველოდ დიდ ადგილს. ამიტომ ხო, უკეთე გამბავი არ გვინდა გარდირობის ამბავი მათ. ხო და ვიფიქრე რა გავაკეთოთ, ბიჭო, რა გავაკეთოთ მეთქი რა. ის დაიშალა, გაფუჭდა, გადავაგდე, დამჩა ეს ტანსაცმელების ხროვა. შემოვათრიე რაღაცა ძველი ყოფილი კომოდი. ეგ ხო იმ ხელადგეს იყავდა, გასანძრევი აღარ იყო და გამოსანძრე. აი ფეხს აღარ გადადგავდა, ესეთი ჭედვა იყო სახლში. აი აქ შიგნით ან ხო და მე ავთხარი ჩემ გვარს. მოდი გავაკეთოთ თაროები კედელზე, პროსტა თაროები რა. რაც დაგვეტევა ტანსაცმელები. დაგვეტიოს ეგ ახარ ვდარდობ, მეთქი ნერვი აღარა მაქვს. ერთ მხარეს ესე ცოტა მოგრძო თაროებია. დიდი არაფერი რა უნდა დამეტიოს, ძალიან ბევრი, მაგრამ იდეაში ეგრე ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება კი დაიტიოს რაღაცეები რა. მნიშვნელოვანი რაღაცები. გაჩვენებთ მერე, დააყენა უკვე თაროები, გვერდებზე ჩამოსაკიდები იყო საკიდები უბრალოდ რაღაცეების და ეგ უნდა მოვხსნა ცალმხარეს. და ცალმხარესაც უჯრები მეთქი თაროები უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ
გიფსოთ რა ქვია მაგას რაღაც კარტონია რა აი მე ვერა ვარ კარგად ეგ უნდა გავაკეთოთ ცალმხარეს რამდენიმე თარო იმიტომ არის ადგილი და საკიდები უნდა გადმოვიტანო ერთი ცალმხარეს არის აქეთ კედელი რო ჩანს აი მაგ შიდა მხარეს და მეორეც გვერდით უნდა მივუყენო ანუ მინდა რომ დაიტვირთოს უფრო დასალაგებელი რომ მქონდეს სივრცე აი საგარდიობე ოთახივით იქნება რა ეგ პაწაწუნა ადგილი საგარდიობე ოთახივით იქნება და მანდ ისე ვტოვებ რომ აი გამოცვლაც რო შეძლო ხო ხვდები რა აი მანდ გარდიობები რო დავდგა ხალხო აქ რო ვინმე იყოს ვერ გამოვიცვლი იმიტომ რომ დამინახავენ ფაქტობრივად ლამის რავი აი ეგ გამოვდივარ მერე რა ხო და იქნა გამომდინარე რომ აქ ისედაც შიდა მხარეს ოღონდ გარეთ და ნარკას ხარ გავაფუჭებ შიდა მხარეს ფარდა მინდა გაკეთდეს აუცილებლად იმიტომ რომ აი მაგალითად როცა ვინმე წამოწოლილია აქ ანუ ძალიან ცუდად უხერხულობ ადამიანი აქ რო ვინმე იყოს თუნდაც ნებისმიერი შინაური ანუ ცოლი ქმრის გარდა ვიძახი ამიტომ გაწიე ფარდა შეთვის წაუძინე ეგ სივრცე მინდა ძალიან ესე მოვაწყო ანუ ფარდა უნდა დავკიდო აუცილებლად აქ ყოველ მიზეს გარეშე არ ვიცი როდის მაგის დრო როდის მექნება მაგრამ უნდა გავაკეთო რომ აი გამოცვლაც შეგიძლია ანუ იქ შიგნით ისე გავაკეთებ რომ ჩვეულებრივად აი ანუ ეს კედელი რაც არის ამის შიგნით შეხვალ და უპრობლემოდ გამოიცვლი რა ხო და მოკლედ ეგ ვთქვი და ვუთხარი ჩემ მეუღლეს რომ აი გარდიობი მართლა სისულელე იქნება იმიტომ რომ აქ რო იყოს დიდი სივრცე და ის კი ბატონო მაგრამ მეთქი მოდი რა არ გვინდა და ამიტომ გავაკეთეთ იდეა მოვიფიქრეთ მოკლედ რომ ღია თაროებად იყოს კარგად ლამაზად ჩაწიკწიკებული ტანსაცმელები დავკეცოთ და ესე ღიად ხედავდე სადრა გილაგია და ფარდა აუცილებლად მინდა იმიტომ რომ აქ საჭმელი კეთდება ის და მოკლედ ყველა ვარიანტში საჭირო და ის ნაჭრის ხალხო არის ხლამი რაღაცა ნაგავი 60 ლარი კი მივათხლიში თუ არ ვცდები მაგაში თუ 55 რაღაცა ეგრე პირველად რომ გავშვათ მაინც ხლამი იყო და ეთყობოდა გასაგებია მაგრამ კარგად გამოვიყენე რატო იცით ბევრი რამ დავტყიე აი ძალიან მაგრამ გაფუჭდა დაიღუნა ის ხო რაღაცნაირი რბილი მეტალია თუ რა ქვია დაიღუნა გადატყდა ჩამოვარდა მოკლედ ესეთი რაღაცები არ უნდა იყიდოთ არის ხლამი ხალხო ნაგავი ეხლა აქ მიდევს რაღაცა სისულელე თარო ერთი რაც გადარჩა ანუ მანდ რაღაცები მედო და არ გამოვრიცხავ რომ იქ რამე ადგილი გამოვუჩხრიკო დროებით თუნდაც აი წინდების და რაღაცების სივრცეებად რო დავყო ჩება მაგისთვის გამოვიყო მეტი აფისთვის გამოდგება ძალიან ის არის ბევრ ამას ვერ დაიტევს ანუ გაფუჭდება ჩაიხევან რავი რაღაც ეს მეტალივითო მეტალი გაფუჭდა აგერ მიდევს ახლა ტანსაცმელების ხროვა აქ დაყრილი ჩემს მეუღლეს საწოლზე იმიტომ რომ ესენი რო გააკეთა გაყარა ყველაფერი ანუ და მადლობელი ვარ რომ კომოდიდან ამოყარე კოპა ეგ მაინც რომ მომაშორე მადლობა საწოლზე დამილაკე ტანსაცმელები და მე დავკეცავ და დავალაგებ თაროებზე ეხლა არ არის ბევრი თარო რა თქმა უნდა ეგ 4 თუ 3 აღამას რამდენია 3 გონდ რა თქმა უნდა სხვა კედელზეც უნდა გაკეთდეს გვერდითა კედელზე მაგრამ ამ ეტაპზე რაც არის მაგას დავტევ და ყოველ შემთხვევაში უკეთესად დავინახავ ხალხო რა მაქვს ანუ აი ჩასაცმელი ეგ სივრცე არის ბავშვისთვის და ჩემი მეუღლისთვის ირთა ჯიპტასმელი მანდ არ არის ხო და დავინახავ ხალხო რა გაკ ადამიანს აქვს მანდ ვერაფერს ვერ ხედავდი მე შინოდა ვაიმე იქ არ გატყდეს და არ გადატყდეს და დაძაბული ვიყავი რა ვიცი მე
ხო და ეხა ის რო იყოს თქვათ მაღალჭერიანი უკეთესი სულ მაღალ თაროებს გავაკეთებდი მაგრამ თვითონ ჭერი არ არის მაღალი დაბაჭერიანია და ანუ მე სადაც ვარ ეხა ეს ხო დაბაჭერიანია მაღალი და 3 მეტრი და ის არ არის ხო დაბალი ითვლება მაინც და აი ეს ოთახი უფრო დაბაჭერიანია ამაზე იმიტომ რომ აქ უფრო მაღლა ასასვლელია გაკეთებული შესაბამისად დაკარგული ერთი ამ ხელა სივრცე რა სიმაღლეა ამასობაში ჩემქორმა ყავის გაკეთება ისწავლა მადლობა ხო და აი მე მეთქი ხო მე ყურძენი ხო არ მიყვარს და ხილიზე ხო ცოტა ისე ვარ დიდად არა ვარა აუ ხილის გარეშე ვერძლებდა რა აი მე ეს ხილი ეს მეთქი ეს როგორ მიყვარს ეს ყურძენი თქო და როგორ მომეწონა მეთქი თან მივირთმევდი და ახლა იმდენი მაგადახდილი მოგეწონებოდაო თუ შევიყიდე კი არ მოგეწონებოდა ხარ ისე ნუ გამოყავარ თქოს ძალიან ზუნწ იყო კი მაგაში მიათხლიშავდი მაგდენსა მეთქი ჩემთვის არ ვიყიდიდი გითხრათ ხო გიშდები და ბაფრენდა და დავჭდები და ყურძენზე ნატრო რა თქმა უნდა ვიტყუები ხო მოვიტყუები უფრო სწორად მუქი არ მიყვარს მუქი ყურძენი ეს უფრო მსიამოვნებს ჩვენ ალადასტური გვაქვს მეოთხე სართულზე აყვანილი ხეივანი მივირთმევ ხოლმე აი ერთი ორ მარცვალს რა ყოველ შემთხვევაში არ ვგიჟდები ისე დაკრიფავს მამა ჩემი დაწურავს მე ერთი ტევანს არ შევჭამ ხოლმე გიჟდება მამა ჩემი ახო ისეთი ძვირია ყველაფერი ხილი ხალხი იძახის ორ ცალს რო იყიდიო ორი ვაშლი ორი მსხალი აი ესე რო იყიდიო იმ ქვეყანას რა ქვია გამაგებინეთ ეგრე დღეს უნდა მოგიყვეთ ავდივარ მარშრუტკაში ხალხი ზის აქ დილით რა ხდებოდა თუ რაღაც დილის ხო და ხა როგორ არის იცით ვინც მუდმივად დავდივართ ამ ტრანსპორტით უბნის ტრანსპორტით ხო მარტო ჩომბაში ხო არა მოდი რამდენობაში ადის ხო ესე ვიზუალურად ერთმანეთი ვიცით ანუ რა ძირითადად ერთმანეთს და რო ავდი ვაც ქალბატონმა კითხა რომ აი მეს ბაძაწუნაო სად მიცესიათრო და გვერდით ქალბატონი რომელსაც უბრალოდ რო ავდივარ და ყოველს გამარჯვებას ვეუბნები ანუ ესე რო ვეუბნები თავის სამსახურში მიდის ხო ბავშვიც იქ მიყავს კისაიდან იცის ბატონო ერთი წუთი და მარიკო მესმის რომ დაღლილი ხარ და შესაბამისად ხარ აგრესიული მაგრამ მე არ მომწონს როგორც მეკცევიდე იმიტომ რომ არ ვიმსახურებ ისე საყვალად უთხრა ისე იმდენი ვიცი მარშრუტკაში ეს კარგად მოახსენ ყველაფერი ან პირო გავაღებე თქვა სად მიდიოდა ბავშვი უკვე ყველაფერი ნათქვა მიქონდა ტრანსპორტერი ურთიერთობა მაგიტო დავდივარ მე მარშრუტკით აბა კი არ მეხალისება ის კი არ საქმისთვის დავდივარ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რისკზე დაფუძნდება. ჩემი გოგო, დილამშვიდობის ხალხო. დილამშვიდობის. მარიამი და მარიამ. წადი საყვარო. ხილად ჩადიმანდ. ჩემი კაბამი აქვს ჩემ გოგოს. რადგან დედიკო ნახეთ როგორ დადის. აი ეს. ბაში პირველად გამიჩნდა გოგოებო. მაზოლი
დიდი მადლობა. ეს რომ წარე ყოფილა ხალხო, ეს რა ყოფილა დედას გეფიცებით მახოხებს ვერ დავდივარ, კოჭლობ. უკვე მე რამდენი დღეა მესამე თუ რაღაც ხარა დავიკარი რაღაცები მასწავლეს სპეციალური ის რო არის მაზოლის ეგეც დავიკარი, არაფერი ჯერჯერობით რბილი იყო და რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ იზავდა. უბრალოდ მოაგროვა შებერებით ეს სიმაგრე. ხო და სული მიწოს, ანუ ეს ღუღვით მოვდივარ სამსახურში და იქ როგორ ვაკეთებ საქმეს არ ვიცი. პირველად ჩემს სიცოცხლეში გამემართა. არც ვიცოდი რა იყო სიმართლე გითხრით. სანამ არ მითხრეს. მე ვერც მივხვდი რა იყო. არ ვიცი რატომ მოგვივიდა ასი ადრე გამოსვლა. სახლიდან ეთყობა ცარიელი იყო ყველაფერი და მალე მოვედით. 9:15 წუთია სამსახურში ვარ. ძალიან ალბათ უკვე მორიგე მოვიდა. კარჟო დაუკეტავთ. სავარაუდოდ უკვე აქ. და არ გიღებენ? მარიკო. არ მოსულა მორიგენე და ჯერ. მეთქი რა თეთრად თუ ჩანს ეს და. ბავშვები კარატეზე არც ნიშნავს იმას, რომ მაქვს იმის დრო. გაგვიმარჯოს ყავისტებს. ცოტა ხანი გეჯორავთ, ახლა ჩავიდნენ და ამოვლენ 1-5 წუთში ალბათ. მაგდახან ვერ გეჭორავით, იმიტომ რომ უკვე გავიდა იდეაში მაგდა იმ დრო. რაც კი გავიდა უკვე. ასე რომ ვიბოდიალე სანამ ყავა მოვედი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ბავშვებს ერთად ყავის დალევა არ შეიძლება. ბუნებრივია. ხო და არც ისე დალევა რომ აი ხედავთ მე ვითომ ჩუმა დავლიე და რაღაც ეგრე და ამიტომ ველოდებთ ხოლმე რომ კარატე იყოს ან ბალეტი ან რუსული ან ინგლისური რამე. მე არ მიყვარს მარტო დალევა. ყავის მაგრამ ჩემი მეწყოლი არ გახლავთ ახლა ჟამად. შენობაში ამ თუ მარტო მიწევს დალევა. მალე ზეიმებიც დაიწყება. ზეიმის რეპეტიციები და თავზე თმა აღარ შემჩება დამჯერეთ. დღეს გამახარა ჩემო შვილმა ხურცის ჭამა. მეცინება ხომ ხურცის ჭამა დაიწყო. ხო და აი ბედნიერესი ვარ. ყოველ შემთხვევაში ყველანაირ ხურცს არ გულისხმობ, გუფთის ჭამა დაიწყო. ოღონდ ესე რომ ჩაუჭყლიტო ცოტა რომ აი ისე არ იყოს ბურთულად აიგრო რომ შეიგდოს ეგრე. ჩემო მენეჯერმა აჭამა რამდენიმე ბურთულად ჩაუჭყლიტო სულ შეჭამოდა თან უხარო და კი მე ხურცის ჭამა და დავიწყოვო. ნაკეთებ ეგეთ რაღაცებს. ჯერჯერობით ნო ისი მაგრად გასაჭამს. მაგრამ ის ფაქტი რომ გუფთას მაინც მიირთმევს პროტესტის გარეშე ხორცით. ეს უკვე არის, რა ვიცი, ნაბიჯი გადადგმული არა, ნახტომი. ალბათ გამიგებთ დედები, შვილებიც არიან უკიდურესად უჭამელები. და მოკლედ ჩემო ბაღმა მისცა მარიკოს ის რაღაცები, რაც მე დარდებოდა ასე ვთქვათ, რაღაცა დაძლევისკენ მივდივართ და აი ბედნიერესი ვარ, ამაზე მეტი ხალხი რა უნდა მიხაროდეს. ანუ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს. მინდა ბარემ ერთ კომენტარს გამოვეხმაურო, იმიტომ რომ მართლა არავის უკითხავს ჯერჯერობით ესე აქტიურად, მაგრამ შესაძლოა ვინმეს ხო ალბათ ან გაუჩნდა, ან კითხვა და არ დაწერა, ან მე გაუჩნდა და ბარემ ახლა ვიტყვი. მან დრო გადაიყვანებდა, ანუ მე რო ძალიან ვიხლები და მიჭერს მისი ტარება, იქ მიგეყვანაო, სადაც დაკავდაო.
მარიკოსთვის, მარიამის განვითარებისათვის, რაღაცა პატარ-პატარა კომპლექსებისათვის და ბევრი რამისათვის მარიამის საჭიროება იყო ასეთი, რომ უნდა ყოფილიყო აქ. მისი განვითარებისათვის, უკეთესი განვითარებისათვის მე გადავწყვიტე და ვარჩიე და რა თქმა უნდა 100%-ით მართალი ვიყავი, რომ წამოვიყვანე აქ. მეტად გაიხსნა, მეტად რაღაცა კომუნიკაბილური გახდა, მეტად დაიწყო კვება, მეტად ჩართულობას ვხედავ და ბევრად რაღაცებს მეტად ვხედავ, ჯერ ახლა დავიწყეთ ერთი თვე არც არის და ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი აქვს, რაც ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი. არ გეკონოთ რომ იმ ბაღს რამეს უჩვირობა იმედიდა და რაღაც არა, ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემს გოგოს ძალიან უხაროდა ბაღში მისვლა და ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიქვთვი კიდე ზეიმის მერე რომ მადლობა რომ ჩემი შვილსაც ზრუნავთ, იმიტომ რომ ბედნიერი იყო ჩემი შვილი ამ ბაღში თქო და ეს ასია. მაგრამ თქვენ იცით რომ კერძო ბაღში ბევრი რამ ისწავლება, რაც სახელმწიფოში სამწუხარო და არ ფინანსდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ყველაფერს არიან მოკლებულები. პირობითად კარატე, პირობითად ბალეტი, პირობითად ინგლისური, პირობითად რუსული, პირობითად უამრავი რამ შემიძლია ჩამოგითვალოთ და იმ ზეიმების ბედნიერება, რაც აქვთ აქ ბაღში და არ აქვთ სახელმწიფო ბაღებში. უამრავი ადამიანი ზრუნავს აქ ზეიმი რომ იყოს ისეთი როგორც უნდა იყოს და არა ისეთი როგორც ბევრი მინახავს სამწუხაროდ. ძალიან მადლიერი ვარ იმ შრომისათვის, რასაც თუნდაც მარიკოს ზეიმისათვის იღებდნენ პედაგოგები, თუმცა ეს არ არის პედაგოგის გასაკეთებელი. ზეიმი უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა და იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ყველაფერი აქვს ნასწავლი, ვისაც ეს ყველაფერი აქვს გავლილი, ვისთვისაც ეს ყველაფერი არის ორგანული. თქვენ თუ მეტყვით ახლა რომ პედაგოგია და მისთვისაც ორგანულია, ორგანული არის მისი საქმე, რასაც აკეთებს. ორგანული სცენა მისთვის ვერ იქნება, იმიტომ რომ ამას ჭირდება რეჟისორი, ამას ჭირდება მსახიობი და ასე შემდეგ. ან ყველაფერს ჭირდება პროფესიონალი. ხა თუ პედაგოგი ამ კუთხითაც პროფესიონალია, რაზე ალაპარაკი, მაგრამ ასე ხო არ არის ხშირ შემთხვევაში კი არა და არც ვიცი ვინმე არ ვიცი. მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში ვიღაც რა თქმა უნდა იქნება. ამიტომ ეს არის აუცილებელი, რომ ყველამ ვაკეთოთ მეტნაკლებად ჩვენი საქმე. ბევრი რამ შეიძლება ისწავლო, მაგრამ ძალიან რთულია ხალხო. ზეიმის კეთება არის ძალიან რთული. დავდექი ლექსი მოვაყოლე და წრეზე ვარბენინი არის მარტივი. ის რასაც ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ, რამდენ რამესაც ესენი აქ სწავლობენ ზეიმებზე ხო? მინდა რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს ხედავდეს და ამ ყველაფერში ჩაერთოს და ეს არის რეალურად მარიკოს გამო ვარ აქ ამ ხელა განაკვეთზე და ამიტომ წამოვიკიდე ამ ხელა ვალდებულებები, რაც არის შვილის წაყვანა, წამოყვანა, ზრუნვა და ბევრი რამ. ამდენს იმიტომ ვამბობ, რომ გუში მაგალითად ტერილით მივედი სახლში, ეცრებლები მდიოდა უკვე იმ დონემდე მომუჩამაგლიჯა ხელები, იმიტომ რომ ეძინა და ძალიან გამიჭირდა მისი წაყვანა. და კიდევ უამრავი დეტალია. შესაბამისად, საჭიროება დგას ასეთი, რომ მთლიან განაკვეთზე უნდა ვიყო. რომ ჩემ შვილს მივცე ძალიან ბევრი რამ. ფინანსურათაც მეტად მყარად ვიდგე, ვიდრე ვიდექი. რა თქმა უნდა, ხასად 4-მდე და 5-მდე რომ მუშაობ და ხასად მაგალითად პირობითად 7-15 წუთამდე და 7-მდე ხო სხვა. ჩემი შვილის გამო ამაზე უარეს ამ ბავშვიც ვიქნებოდი. და ეს არის პრინციპში პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ხაი ტელეფონის განმარტება თუისთვის ეს კიდე საერთოდ სხვა თემაა, მაგრამ რატომ არ გადავტოვე მარიამი იქ პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი მინდა რომ გაიაროს მარიკომ, რასაც მე აქ ვხედავ, რასაც მე აქ შრომობ და ჩემთან ერთად ევრაუდონების ადამიანები.
მინდა უბრალოდ რომ ეს ყველაფერი მასაც გქონდეს ნანახი, დასწავლი, კარატე ქონდა ხა და იყო უბედნიერესი, აი არ ვიცი როგორ უბედნიერი ვერ აკიხსნით და სამწუხაროდ სახელმწიფო ბაღებში მე კონკრეტულად ვინმეს ვერ ჩიხალ ხო პედაგოგს ან დირექტორს, ეს არც ერთის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის იმ სისტემის პრობლემა, იმ სისტემის, რომელიც ნერგავს ვითომ გაიდლაინებით, რომ ბევრი ფული არ დაიხარჯეს. სახელმწიფოს არ დაიხარჯოს ბევრი ფული, რომ რა საჭიროა რეჟისორი აგერ პედაგოგია, რა საჭიროა ეს აგერის გააკეთებს, ეს ასე არ არის. მაგრამ სამწუხაროდ ამ დონემდე რაღაცა ვერ მივედით. არ ვიცი რატო ვერ მივდივართ. ბევრ რამემდე ვერ მივედით, მაგრამ ნუ ეს ჩემი რაც ამაწუხებს ამ წამს, მაგას გეუბნებით. ამიტომ არ ვიცი. ოდესმე თუ იქნება სახელმწიფო ბაღებში, უბრალოდ ძალიან ბევრი სახელმწიფო ბაღია და ბევრი ხარჯი იქნება, ბუნებრივია იქ რეჟისორი, იმის, ამისი, იქ ქორეოგრაფი და ასე შემდეგ, მაგრამ ავიც თაობებს სჭირდება ზრუნვა. ჯიბეზე ხელის გაკვრა, ასე რომ მარტო კარგი საკვებია და ეს არის და ის არის არ ყოფნის თაობებს. ანუ ყავა დავლიე და გავიღვიძე. სტრესში ვიყავი ჩაოლებდურად მამოყალობისგან. ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი შვილის განვითარება, იმიტომ რომ მე აკუთვნილ განვითარებულიც ვარ და იმისი გითაც. დროში მე განვითარება იქ ხელა ვარ უკვე და გავლილი მაგის ყველაფერი, რასაც მარიკო ახლა გადის, ძირითადი ყოველ შემთხვევაში. და დრო არის რომ მარიკო ნახოს ის რაც მე მინდა რომ ენახა. მართალია მარიკო აქ დადიოდა, მაგრამ მაშინ იყო პაწაწუნა, ბაგაში იყო, მაშინ შესაბამისად ეს ყველაფერი აქტიურად არ უტარდებოდა. ახლა აქტიურად უტარდება და მართალია ისტერიკით მომყავს დილით, იმიტომ რომ ეცინება, მაგრამ აქ რომ მოდის მე აქ ძალიან ბედნიერი და ძალიან უხარია. გადალახა ტირილები, რაღაცები, რა თქმა უნდა, ადაპტაცია მოსაჭირდება. მე და რო აქ დადიოდა, რაც სხვაგან დადიოდა და ადაპტაცია ცოტა ამ კუთხით. სხვა ბავშვებთან შედარებით ზოგი ის იმდენი ხანი ტირის უკვე რა არ ვიცით. იმდენი დრო არის უკვე გასული. გაუადვილ და მაგრამ აი ეს დილით ადგომა და წამოსვლები ძალიან პრობლემა გვაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ შორს რომ მოდის ეთყობა იღლება ძალიან და მე ვიღლები და ანუ რა ვუთხრა ხ ჩემს არ დაიყალო თქო. ასე რომ ეს არის გოგოებო რა. პრიორიტეტი ჩემთვის არის განათლება. ის განვითარების რაღაცები თქო წეღარო თქვი გაიაროს თქო და მე უკვე გავიარეთ თქო. მე ახლაც გავდივარ რეალურად ბევრ რამეს და დიდ გზას ახლაც გავდივარ. და ახლაც სწავლობ და ახლაც ვარ ჩართული ძალიან ბევრ რამეში. და თქვენ იცით მე სულ ვიძახვა აი ამის სწავლა მინდა, იმის სწავლა მინდა. მე ეგეთი ტიპის ადამიანი ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა. და რაღაცებში განვითარება და გარკვევა და იგივე მინდა ჩემი შვილისათვის. ხო და რა ვიცი აბა. ჯანდაბა ჩემი თავი დავიხარ. სამაგიეროდ დაზღაურები მეტი მაქვს და მარიკო არის ძალიან კარგ ადგილას, აი ერთ-ერთ საუკეთესო ბაღში ნამდვილად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ არ მამობ ერთ-ერთ საუკეთესო ბაღს რომ მე აქ მუშაობ. მართლა ერთ-ერთ საუკეთესო, ასე რომ რა ვიცი, მშობლები ყველაფერს ვაკეთებთ ხო ზოგადად შვილებისათვის. მარტო ჭამა რო არ არის. ჩვენ ხო კარგად ვიცით. რაღაც ისე შეიძლება ეგ საკმარისია, მაგრამ ჩემთვის ჭამა არაფერი არ არის. ჭამი და უჭამი არაფერს არ ნიშნავს. ჩემთვის ძალიან ცოტა. ჩემი შვილისათვის მარტო ჭამა არაფერი არ არის. სწავლა უცილებელია. წავედი ახლა, თორე ჩემი პატარები უკვე მალე წესით. რამდენი წუთი ვჭუკებ 12. მალე ამოვლენ. უკვე იდეაში მალე უნდა მოვიდნენ.